ავტოხარხების გამის პროცესი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა სამუშაოები შესაძლოა ისეთ ადგილებში გრძელდებოდეს, სადაც ფიზიკურად ოკუპანტების დანახვა შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ამავდროულად დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გორში შეიკრიბნენ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ვახტანგაშვილმა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ოკუპანტების ქმედებაზე განცხადება გააკეთეს. ისინი სოფელ დიჩში ჩასვლას გეგმავენ და სიტუაციის ადგილზე გაცნობას აპირებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი სეგმენტი იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელიც მემკვიდრეობით გვერგოს. სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები არ უნდა ყოფილიყო, არ უნდა დამდგარიყო და დღეს ჩვენ უნდა გვესაუბრა სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების თემებზე, მაგრამ ეს მძიმე შეცდომებმა განაპირობა ის, რასაც ქვია ოკუპაცია და კონკრეტულად ეს თემაც არის ამ ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლენა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა აუცილებელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა აუცილებელია და ვფიქრობ, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია, ორმხრივი ურთიერთობებიც აუცილებელია ამ თემასთან დაკავშირებით.